ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლება ვიცოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან ყოველ საქმეს მაესტროზე. საღამოშვიდობისა თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი მოსკოვში იმყოფება და იქ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინფორმაცია უარყვეს პარტიის წევრებმა და განაცხადეს, რომ ოქრუაშვილი არა რუსეთში, არამედ შვეიცარიაში იმყოფება. რა საფუძველი აქვს ინფორმაციას ოქრუაშვილის მოსკოვში ყოფნის შესახებ? აპირებენ თუ არა სახალხო კრების აქციებში მონაწილეობას და დარწმუნდნენ თუ არა საკუთარ ძალებში გამართული აქციების შემდეგ. პირდაპირ საუბარი დღეს ეროსი კიწმარიშვილთან გვექნება. გადაცემის მეორე ნაწილში ჩერქეზთა გენოციდის თემაზე ნუგზარ ციკლაურთან ვისაუბრებთ. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ეროსი კიწმარიშვილია ჩვენი სტუმარი, ბატონო ეროსი, მოგესალმებით. გამშვიდობს. პირველ რიგში დღეს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც ირაკლი ოქრუაშვილი იმყოფება მოსკოვში და აქვს იქ ფარული შეხვედრები. თქვენმა პარტიამ ოფიციალურად უარყო ეს ინფორმაცია, მაგრამ მე მაინტერესებს, რა საფუძველი ქონდა იგივე რუსთაველს, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებდა. შიში, უზარმაზარი შიში იმისა, რასაც ქვია სააკაშვილის ფიზიოლოგიური შიში, აი ამ რეჟიმის, ვთქვათ, გამორჩეული წყალებში ადამიანების გამორჩეული რა დავარქვათ, მაგათ მუტანტების უკვე რომლებიც ჩამოყალიბდნენ საშინელი ტიპის მოძალადეებად, ამ ადამიანების ფიზიკური, ფიზიოლოგიური შიში იმისა, რომ მართლაც მათი დღეები არის დათვლილი. მათთვის ძალიან სერიოზული ფაქტორია ზოგადად ქართული პარტია, ძალიან სერიოზული ფაქტორია თვითონ ირაკლი ოქრუაშვილი და ბუნებრივია, ხა თქვენ თუ დააკვირდებით, ფაქტიურად ბოლო დღეები, ბოლო კვირეები ქართული პარტიის ირაკლი ოქრუაშვილის თუ სხვა ლიდერების ირგვლივ არის უზარმაზარი აჟიოტაჟი. ეს არის შიში, ეს არის არაფრის პრევენცია ხდება, ეს არის შიში. ახლა მე ვნახე 3 საათიან გამოშვებაში, როგორც მითხრეს მე როგორც მეტრაჟი შევამოწმე. 3 საათიანში რუსთავში, რაღაც 5 საათიანზე იმედზე ხედავდი უზარმაზარ თითიდან გამოწვეულ ისტორიას, რაღაც რაოდენობით ადამიანების ჩაწერით, სირბილით, იმით ეს არის ფაქტიურად ისტერია. ეს არის ისტერია, რომელსაც მართავს სააკაშვილი, რომელსაც იცის, რომ მისი დღეები დათვლილია და ამ შიშის გამოა ეს ყველაფერი ბუნებრივია, იმიტომ რომ არც ერთი ფაქტოლოგიური მტკიცებულობა არაფერს არ აქვს. ეს იყო კლასიკური მოდელირებული ქრონიკა, ოღონდ ეს ვთქვათ, მოკლე გამოშვებების სახით. ან თვითონ ირაკლი ოქრუაშვილმა სატელეფონო ჩართვისას ჩვენ საინფორმაციო სამსახურთან განაცხადა, რომ ის იმყოფება შვეიცარიაში. შვეიცარიაში მას საქმიანი ვიზიტი აქვს? ირაკლი დაკავებულია იმით, რასაც ქვია ქართული პარტიის ყოველდღიური საქმიანობა. ბუნებრივია, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგის შესაბამისად ირაკლი ოქრუაშვილიც ისევე როგორც სხვა ადამიანები დაკავებული ვარ ჩვენი საქმეებით. ანუ შვეიცარიაში ვიზიტი ქართული პარტიის. ამ შემთხვევაში მე რაც ვიცი, ბოლო კონტაქტი მასთან მქონდა შვეიცარიაში. გასაგებია. დღის განმავლობაში. ირაკლი ოქრუაშვილმა ჩვენთან პირდაპირ საუბრის დროს არ უარყო ის, რომ რაღაც ეტაპზე, მესამე ეტაპზე ის უნდა დაბრუნდეს საქართველოში. ვრცელდებოდა სხვადასხვა წყაროებით ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის შეიძლება ჩამოვიდეს ცხინვალის გავლით საქართველოში. ის რომ დღეს ვრცელდება ინფორმაცია, იგივეა ეს ხო იმ სპეკულაციების გაგრძელება, რასაც შიშის გამო. მაგრამ მან თვითონაც არ უარყო, რომ საქართველოში აპირებს ჩამოსვლას, როდესაც მესამე ეტაპი იქნება. საიდან როგორ რა გზით ჩამოდის. ირაკლი ოქრუაშვილი არის თავისუფალი ადამიანი, ირაკლი ოქრუაშვილი შეიძლება იყოს დღესაც საქართველოში, შეიძლება ხვალ იყოს საქართველოში, შეიძლება ზეგ იყოს საქართველოში. ამაზე ჩვენ საუბარი მე მგონი დღეს ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია და მით უმეტეს იმაზე, რა გზით და რა ფორმით, ზღვით, ხმელეთით, თუ ასე შემდეგ. რა თქმა უნდა და რატომ არსებობს ამის თქმა მინდა, ზუსტად დღეს ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის აი ეს ისტერია. ზოგადად ქართულ პარტიასთან დაკავშირებით მის ვთქვათ ლიდერების ხშირად იბეჭდება ხო კონტროლებად მედიაში ინფორმაცია იმის თავობაზე რომ ეს არის ნაფტალინ წაღრილი პოლიტიკოსები და ასე შემდეგ. მასშტაბი ყურადღების და პროცესი რომელიც დაიწყო დღეს არა ფაქტობრივად 2 კვირა თქვენი ეთერის შემდგომ ირაკლი ოქრუაშვილის თქვენი ეთერის შემდგომ დააკვირდით რამხელა რამდენი ხანი გავიდა არ ვიცი ეს არის უზარმაზარი საინფორმაციო შეტევა რომელიც დაიწყო ყველა მიმართულებით აქ არ არის საუბარი მარტო ვთქვათ რეჟიმის კონტროლებად მედიაზე მთლიანად საუბარი მიდის იმაზე რომ ქართული პარტია განცხადებები იყო ძალიან სკანდალური ამერიკული მე ფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამაზეც ვისაუბრებ ძალიან მნიშვნელოვანი და თქვენი ეთერში რამდენიმე დღის წინ რამდენადაც მივხვდი ვთქვათ ჩემთვის ძალიან კარგად ნაცნობ ლინკოლ
მიჩელმაც თქვა თანხმობა გამოაცხადა იმ პოზიციაზე, რაც ირაკლის ჰქონდა, მაგრამ ეს ცალკე ისტორია. ჩვენ საუბრობთ იმაზე, ქართული პარტია არის სერიოზული ფაქტორი, რომელიც ქმნის დღის წესრიგს. ირაკლი ოქრუაშვილი შესაბამისად ასევე როგორც თანათავმჯდომარე და როგორც ძალიან გავლენიანი ადამიანი არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ამ პროცესების წარმართვაში, რასაც საქართველოს სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა ქვია და ბუნებრივია აჟიოტაჟი მისი სახელის ირგვლივ, ქართული პარტიის ირგვლივ არის სრულიად გასაგები. თუმცა ოქრუაშვილი თვითონაც თავისი ხმამაღალი განცხადებებით იწვევს ხოლმე ხშირად ამ აჟიოტაჟს, იგივე იყო სახალხო კრებასთან და ნინო ბურჯანძესთან მიმართებაში ბატონო ეროსი. თუნდაც ჩემს სწორედ აი უკანასკნელ ჩართვაში სადაც მან განაცხადა, რომ ნინო ბურჯანძე ვერ მიიყვანს პროცესს ბოლომდე და რომ ის არ მიცემს საშუალებას სახალხო კრებას ხალხის მუხტი დახარჯოს ტყუილა. ეს იყო ბოლო ჩართვის დროს. ყველა განცხადება, რომელსაც ირაკლი აკეთებს ხოლმე და ისევე როგორც ადამიანები განსხვავდება ინტერესის და ადამიანის წონისა და გავლენის თვალსაზრისით. ხო, ირაკლი ოქროშვილს აქვს თავის ძალიან სპეციფიური მეტყველება და ლექსიკა, მაგრამ მეორე მხრივ რა უფრო მნიშვნელოვანია, იგივე ტიპის განცხადება ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსისაგან იქნებოდა, ასე ვთქვათ, მოსმენილი როგორც კატის კნავილი. საუბარი მიდის ადამიანზე, რომლის ნათქვამზე იწყება სერიოზული პოლიტიკური პროცესები, რომელსაც ეხმაურება ყველა განურჩევლად. ესე ვთქვათ, ოპოზიციის თუ ხელისუფლების გავლენებისა თუ მასშტაბების განურჩევლად და ეხმიანება ძალიან აქტიურად. რას აჩვენებს ეს? ეს აჩვენებს ამ ადამიანის ცალკე აღებულის და მეორე მხრივ ქართული პარტიის ძალიან დიდ მნიშვნელოვან როლზე და ადგილზე. ძალიან ბევრი სკანდალური განცხადება იბეჭდება ბულვარულ პრესაში, მაგრამ ეს არ ცდება იმ ბულვარული პრესის ჰედლაინების, სათაურების ფორმატზე. რატო ცდება ირაკლი ოქრუაშვილის? იმიტომ რომ ირაკლი ოქრუაშვილზე არის ძალიან დიდი მოლოდინი როგორც ადამიანზე, რომელსაც ხელეწიფება ამ რეჟიმის დამთავრებაში აქტიური მონაწილეობის მიღება. მაგრამ ბატონო, მისი განცხადებების შემდეგ ნინო ბურჯანძე კატეგორიულად უარს ამბობს თქვენთან თანამშრომლობაზე სახალხო კრების ფარგლებშიც. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მას პირდაპირ ეთერში შესთავაზეთ მას თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რომ ამას მოყვა შემდეგ კიდე სოზარ სუბარის განცხადება იმის შესახებ, რომ ის მზად არის სახალხო კრებასთან მოლაპარაკება აწარმოოს, ნინო ბურჯანძე არის კატეგორიული წინააღმდეგი და ამის მიზეზი მისივე თქმით არის სწორედ ის განცხადებები, რომლებიც ირაკლი ოქრუაშვილისგან მოდიოდა ძირითადად. თქვენ უბრალოდ შეგთავაზეს ის, რომ შეგიძლიათ მიხვიდეთ და მიიღოთ მათ აქციაში მონაწილეობა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მიიღებთ მონაწილეობას გადაწყვეტილებებში. ეს ნონა გაფრინდაშვილმა სახალხო კრების თავმჯდომარემ განაცხადა. მე მაინტერესებს რატომ სთავაზობთ სახალხო კრებას, თქვენთან ურთიერთობას და თქვენთან თანამშრომლობას? იმიტომ რომ როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, არ გააფუჭებინოთ მათ ის მუხტი, რომელიც ხალხში არის დღეს. ეს არის მიზეზი? კარგით, მოდი დავიწყოთ იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც ვთქვათ, თემა მოიტანა. თქვენ პირველი ბრძანეთ ამერიკას საელჩოსთან და ამერიკასთან დაკავშირებული. ამაზე ოდნავ მოგვიანებით ჯერ სახალხო კრებაზე ეს უფრო თანმიმდევრობით წავიდეთ, ხო მე მაგ თემაზეც მაქვს ძალიან მკვეთრი და ზუსტად ჩამოყალიბებული პოზიცია, ისე როგორც მთელ ქართულ პარტიას. პირველად შეეხება მეც მაქვს კითხვები ამერიკის საელჩოს. კი ბატონო, მაშინ ამერიკის საელჩოს თემაზე და გადავიდეთ შემდეგ მისასუხეთ და გადავალთ რა პრობლემაა. იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც თქვენ ჩამოთვალეთ. დავიწყოთ ამერიკის თემატიკით, იმიტომ რომ მე განცხადებებთან დაკავშირებით თანმიმდევრობას. განცხადებებთან დაკავშირებით წავიდეთ ამერიკასთან დაკავშირებით. შევთანხმდეთ პირველ პრინციპულ საკითხზე. არა, ჯერ პირველ რიგში თუ კი ვსაუბრობთ ამერიკასთან დაკავშირებით გამოთქმულ განცხადებებზე და თქვენ აქციაზე, რომელიც ამერიკის საელჩოსთან გაიმართა, სხვადასხვა მოსაზრებები იყო ამასთან დაკავშირებით. მე მაინტერესებს თქვენი პოზიცია. მე მინდა ხაზი გავუსვა. იყო კატეგორიული ისტერიული და უწყვეტ რეჟიმში პოზიცია მხოლოდ ნეგატიური. მე არ წამიგითხავს იგივე ლინკოლn მიჩელის განცხადება. ლინკოლn მიჩელს ამერიკის ელჩს ცალკე გადავდებ. საქართველოში იყო ძალიან ცალსახად პრესაში ნეგატიური ისტერიული ტონალობა. ჩემთვის საპატივცემულო ექსპერტების მხრიდანაც კი. ამიტომ მაგ თემაზე შემიძლია გითხრათ, რომ აქ იყო ბრძანეთ. ჩემი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში. თქვენი აზრით, მე გულწრფელად მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. თქვენს პარტიას, თქვენს პოლიტიკას რა დააკლო ან რა შემატა ამ განცხადებამ და ამ აქციამ? აი ეს მაინტერესებს. ძალიან ბევრი რამ შემატა და შემიძლია პირდაპირ გითხრათ. ამიტომ მივდიოდი თანმიმდევრობით რა. პირველი რაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გამოვხატავთ ქართველი ხალხის ინტერესს და ქართველი ხალხის აზრს. ყველა ვისთანაც მე შეხვედრა მქონია. ალბათ ძალიან დიდი უმრავლესობა იმ ადამიანების, ვისაც უბრალო ადამიანებს ეძახიან და ვთქვათ, რომელთა აზრიც მხოლოდ NDI-ის კვლევებში აისახება ხოლმე, უამრავი ადამიანი. ეს ადამიანები, ვისთანაც ჩვენ ყოველდღურად ურთიერთობა გაგვაჩნია, შინაგანად გამოთქვავს პროტესტს იმის გამო, რასაც ქვია საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერა დასავლეთის და
ყველაზე როგორც მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. თუმცა მე მოდი დიფერენცირება გავაკეთოთ. ამჟამინდელ პოლიტიკასაც ეხება ეს? რა თქმა უნდა, ქალბატონიკა, ზუსტად ამაშია საქმე, რომ ჩვენ ვსაუბრობთ, მოდით რას ეხება, მოდით ცალკე ისტორია. მე ვამბობ, რას ფიქრობს ხალხი. ხალხი ფიქრობს ამას. ხალხი ფიქრობს, რომ თუ ეს არის დემოკრატია, რასაც სააკაშვილის მხრიდან მედიის კონტროლი ქვია, თუ ეს არის დემოკრატია, რასაც არათავისუფალი სრულიად კონტროლირებადი პროკურატურის მხრიდან სასამართლო ქვია, თუ ეს არის დემოკრატია, როცა ბიზნესის ტერორიზირება ხდება, თუ ეს არის დემოკრატია, როცა ადამიანებს ელემენტარულად თავიანთი ხმის გამოხატვის, თავისი არჩევის უფლება აქვს წართმეული, ბუნებრივია, რომ ხალხი ამ სიტუაციაში დასავლეთი და პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები ხმას არ იმაღლებს ამ ყველაფრის წინააღმდეგ და არ არის კატეგორიული, ბუნებრივია, რომ ჩვეულებრივ ადამიანს, არ მეკამათოთ, მე ას დავამთავრებ, ჩვეულებრივ ადამიანს აქვს დიდი პროტესტის გრძნობა იმის მიმართ, რასაც ამ რეჟიმის მხარდაჭერა ქვია. ეხლა რაც შეეხება ჩვენს პოზიციას ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით, ეს პოზიცია მთლიანად ცალსახად გამოხატა ამერიკის შეერთებულმა შტატების ელჩმა საქართველოში. ჩემი პერსონალური პოზიცია, მთელი ჩვენი პარტიის პოზიცია ამერიკასთან მიმართებაში არის ზუსტად ის, რაც მან თქვა. ეს არის პატივისცემა ადამიანის უფლებების, პატივისცემა გამოხატვის უფლებების და პატივისცემა ხალხის ნების რეალიზაციის. ეს პროპოზიციაა ჩვენი პოზიცია. ჩვენ დიდი მოწიწებით და დიდი პატივისცემით ვეკიდებით ყველა ჩვენი მეგობრის მიერ გაწეულ ღვაწლს თუ ამაქვს საქართველოს ქვეყნა ჩამოყალიბების საქმეში, მაგრამ ის, რასაც ქვია დღევანდელი სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერა, მე როგორც ადამიანი, რომელსაც მაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, უშუალო შეხება მქონია, შემიძლია გითხრათ შემდეგი. პირველი, ვარდების რევოლუციის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების და ძალიან ბევრი ქვეყნის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში იყო გამომდინარე ამ ლიბერალური, ხავერდოვანი ხალხის მიერ მშვიდობიანად განხორციელებული რევოლუციის მხრიდან. და ყველა ელოდა, რომ მოვიდა ხელისუფლებაში დემოკრატიული კოალიცია, რომელიც განახორციელებდა ყველაფერს, მე არათუ მეგონა, მე ამაში ვიყავი აქტიურად ჩართული. რამდენიმე თვის შემდეგ, სულ რაღაც ერთი წელიც არ იყო გასული, საქართველოში დრამატულად დაიწყო სიტუაცია მცვლელობა. აქედან გამომდინარე ის ინერცია, რომელიც პერსონალურად ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელ ადმინისტრაციას ჰქონდა, გახდა საფუძველი იმისა, რომ სააკაშვილს დაეკარგა კონტროლი რეალობაზე და საბოლოო ჯამში გადაჭეხილიყო იმ ავანტურაში, რაც იყო საბოლოო ავანტურა იყო 2008 წლის აგვისტოს მოვლენა. გასაგებია, მაგრამ დღევანდელი ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ მე მქონდა შეხვედრები ვაშინგტონში, მათ შორის ძალიან მაღალი რანგის ყოფილ და მოქმედ ჩინოვნიკებთან. სახელმწიფო დივნის მოადგილესთან, სახელმწიფო დივნის აპარატის ძალიან ბევრ ადამიანთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მრჩეველთან და ყოფილ სახელმწიფო დივნის მოადგილებთან თუ მოქმედ სახელმწიფო დივნებთან. ამ შეხვედრების მთელი ანალიზი იყო და მე მაშინ ვცდილობდი ჩემს მეგობრებთან ერთად დამესაბუთებინა, რომ დრამატულად უნდა შეიცვალოს ამერიკის ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში და ეს პროცესი ჩვენ ვთვლით, რომ სწრაფად დაიწყებოდა. თუმცა არა ისე სწრაფად, როგორც შეიძლება გულუბრყვილო ადამიანს ეგონოს. ეს პროცესი იმის გამო, რომ დიდი სახელმწიფოა, ინერციულია, იმიტომ რომ ამერიკის ადმინისტრაციაში როცა იცვლება, თქვა სახელმწიფო მდივანი იცვლება, შემდეგ დიდხანს ხდება ცვლილებები, იწყება ჯერ პირველი მოადგილე, ანდერსეკრეტარი, შემდეგ იწყება მრჩევლები და ასე შემდეგ. საქართველო არ არის ერთადერთი პარტნიორი ამერიკის. საქართველოს სამწუხაროდ ამომის შემდეგ გეთახმებით, საქართველო პირველი რიგიდან პრობლემების აღმოჩნდა ძალიან უკან გადაგდებული. ბუნებრივია, რომ პროცესი გაიწელა, მაგრამ გაიწელა 3 წელი უკვე. ფაქტობრივად მესამე წელი ამერიკის ადმინისტრაციაში და შესაბამისად ეგ არის თქვა მინდა ის რასაც აკეთებს დღეს ამერიკის ადმინისტრაცია საქართველოში არ არის საკმარისი იმისათვის რომ სააკაშვილმა მიიღოს ძალიან ზუსტი მესიჯი, იმიტომ რომ სააკაშვილის მგრძნობელობა ასეთი ტიპის აქტივობების მიმართ არის ძალიან დაბალი. შესაბამისად ჩვენ გავაკრიტიკეთ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის ინერცია, რომელიც მოდიოდა წინა ადმინისტრაციისაგან ამ აქციით და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამ შემთხვევაში, ეს იყო რომ ჩვენი მხრიდან ქართველი ხალხის პოზიცია დაფიქსირდა ამასთან მიმართებაში და ჩვენ ვთქვით რომ ეს არის ხალხის პოზიცია, მაგრამ ყველაზე მთავარი აქ არის რომ ჩვენ არანაირად ეჭქვეშ არ დაგვიყენებია არც საქართველოს ორიენტაციის საკითხები, არც ჩვენი მისწრაფება ლიბერალური და თავისუფალი სამყაროს წევრად გახდომაზე და ის ისტერია, რომელიც გაიმართა პრესაში, ისე რომ საერთოდ არც განუხილავთ არც ერთი ასპექტი იმ თემისა, რაზეც იქნებოდა საუბარი. საბოლოო ჯამში არის ძალიან ზუსტი ილუსტრაცია
იმისა, სად არის ხალხი და სად არის პოლიტიკური სპექტრი. და ქართული პარტია ზუსტად იქ არის, სადაც არის ხალხის ინტერესები. მაგრამ ირაკლი ოქროაშვილმა თქვა, რომ ამერიკა ან რუსეთი გვართმევს ტერიტორიებს, ამერიკა გვართმევს თავისუფლებას. მე მაინტერესებს, თქვენ ეხლაც ამბობთ, რომ ინერციით მოქმედებს ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია. მაგრამ ერთი მხრივ კეთდება ძალიან ხმამაღალი განცხადებები. იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ჰილარი კლინტონი, რომელიც პირდაპირ თარიღებს ასახელებს, როდის უნდა დათმოს მიხეილ სააკაშვილმა თავისი ძალაუფლება და ასევე რაც მთავარია შეცვლილია პოლიტიკა იმ მიმართულებით, რომ თუ კი ადრე სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ იყო მიმართული ამერიკული რესურსი. დღეს ისინი გაცილებით მეტ საუბრობენ სამოქალაქო საზოგადოებას და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას. მედიაზე. არა, რა მაინტერესებს? რას ითხოვთ? 1 მილიარდი, რას ვითხოვთ ზუსტად გეუბნებით? 1 მილიარდი დოლარი, რომელიც 2000 ანუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს შემდგომში საუბრობთ, მაშინ მე არ მექნება საშუალება. კითხვა დამისვით დაუნთავრეთ. კითხვა არის ეს, რას ითხოვთ ამერიკის შეერთებული შტატების 1 მილიარდი დოლარი, რომელიც დაიხარჯა, რაც ვითხოვთ, მე ზუსტად ჩამოვაყალიბე. შეწყვიტოს სააკაშვილის რეჟიმის უპირობო მხარდაჭერა. რაში გამოიხატება ეს ზუსტად იმაში, რომ შესრულდეს ქარტიის ყველა ვალდებულება, ქარტიის ყველა მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა მედიას, თავისუფალ საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორს, რომელიც ეხებოდა სასამართლოს გათავისუფლებას, რომელიც ეხებოდა საარჩევნო გარემოს. არც ერთი მოთხოვნა არ შესრულებულა. ამის მიუხედავად 2009 წელს, 2008 წელს მიღებული იქნა კონგრესის მიერ გადაწყვეტილება და გამოიყო 1 მილიარდი დოლარი, რომელშიც უნდა ყოფილიყო ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი დემოკრატიაზე და მედიის განვითარებაზე. საბოლოო ჯამში დღეს არის 2011 წლის მაისი და საქართველოს მედიაში თეთრი არ მოსულა ჯერჯერობით. თეთრი არ მოსულა. არა, უკაცრავად. სამაგეროდ ყველა თეთრი, ყველა ცენტი იმ 1 მილიარდიდან ყველა სხვა მიმართულებით, გარდა მედიისა და დემოკრატიისა, მთლიანად არის ათვისებული და დახარჯული. აი ეს არის ეს ჩემი პოზიცია. აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, ზუსტად დღევანდელი ადმინისტრაციის მისაღებია თავის პოლიტიკის. კითხვა დამისვით, მე რაც მიმაჩნია გეუბნებით. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს თემა იწვევს ქართული საზოგადოების პროტესტს, როცა მარტივად უპირობოდ სააკაშვილი იღებს აპრიორ ხარდაჭერას. ის ამფულით ყიდულობს ლობისტურ ინსტიტუტებს. ის ამფულით ქმნის ვირტუალურ სამყაროს დასავლეთში, ამფულით იშენებს აგარაკებს დიღომში და ეს არ არის ქართველი ხალხის ინტერესები. შესაბამისად, ჩვენ ვაუთ შეწყდეს უპირობო მხარდაჭერა ამ რეჟიმის. მაგრამ ხას უსვამთ, რომ ჩვენ არ ვამბობთ არაფერს და პირიქით ვართ ზუსტად იმ ორიენტაციის მომხრები, რომელიც საქართველოს აირჩია, როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა. ანუ იმ ფასეულობების, რასაც ქვია ლიბერალური ფასეულობები და რასაც ქვია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემა ამ ქვეყანაში. ამას გინდა დაარქვით დასავლური ფასეულობები, გინდა დაარქვით ამას ახლა აღმოსავლური ფასეულობები, გინდა დაარქვით შოთა რუსთაველის ფასეულობები, გინდა დაარქვით ილია ჭავჭავაძის ფასეულობები. თავარი ოღონდ აქ არის ერთი რამ. ჩვენ როცა ვესაუბრებით სხვა ქვეყანას და ვეუბნებით, რომ თქვენ მხარს ნუუჭერთ ამ რეჟიმს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სწორი არ არის, ამავე დროს ჩვენ ვაუბრობთ ერთ რაღაცას. ის მხარდაჭერა, რომელზეც ქალბატონმა ჰილარი კლინტონმა ისე გაამახვილა ყურადღება, ის გადაწყვეტილებები, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ან სხვა ინსტიტუტების მხრიდან საქართველოს მისამართით მოდის კრიტიკული ამ შემთხვევაში, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში განხორციელდეს ის, რასაც განხორციელება უწევია და დავამთავრებ ბეიკერის ვიზიტი საქართველოში 2003 წლის შემოდგომაზე, რომელიც პირდაპირ არა, იმიტომ რომ უშუალოდ თანამონაწილე ვარ, შემიძლია გითხრათ ამ პროცესის, ვიცი ძალიან კარგად. არაფერი არ შეიცვლებოდა. შევარდნაძეს საერთოდ არ აინტერესებდა იმ მომენტში, რას ლაპარაკობდა ბეიკერი, შევარდნაძე დარჩა იმ მოცემულობაში, რა მოცემულობაში იყო. კი, რევოლუციის შემდეგ მას ზურგი შეაქციეს. მაგრამ რევოლუცია რომ არ მომხდარიყო, ანუ ხალხს არ გამოეხატა თავისი პოზიცია, არაფერი არ შეიცვლებოდა, გარანტიას გაძლევთ. აქედან გამომდინარე, ვამბობ ჩვენი თავი თუ ჩვენ გვეყუდნის, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ვიღაც ჩინოვნიკმა, არა ვიღაცამ ჩამოსულმა ამერიკიდან, რომელსაც ახლა სტატუსურად მათფევინეთ და გადაგზავნეთ. ჩვენ ვიცხოვრეთ საბჭოთა იმპერიაში, მე ვიცხოვრე საბჭოთა იმპერიაში და ვიყავი საკმაოდ ასაკოვანი, როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი და დიდი აქტიური მონაწილეობა მივიღეთ თელმა ჩემმა თაობამ ამ პროცესში. ბრეჟნევის დროინდელი ჩინოვნიკის ჩამოსვლის ფოტოსურათები ამოიღეთ. როგორ დგას მაშინდელი ქართული პოლიტიკური ელიტა გაღრეჯილი და დადეთ დღეს საქართველოში რომ ჩამოდიან ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის არც თუ ისე მნიშვნელოვანი ჩინოვნიკები და ნახეთ იგივე ბოკერია, იგივე პრეზიდენტის, იგივე დანარჩენი ამ ჩინოვნიკების გაბედნიერებული გაღრეჯილი სახეები. ჩვენ ვართ ქვეყანა, ჩვენ ამ ღირსებას ვეუბნებით ქართულ ხალხს, რომ ჩვენ ამ ღირსებას დავიცავთ, მიუხედავად იმისა, ეს არის თუ არა ვიღაცისთვის კარგად მოსასმენი. თქვენ ამბობთ, რომ ეს არის საზოგადოების დიდი ნაწილის მოსაზრება. მე მაინტერესებს ძალიან დიდი ნაწილის მოსაზრება. ამის შემდეგ მიპასუხოთ იქნებ. მე მაინტერესებს, რამდენად გამოჩნდა საზოგადოების ეს პოზიცია იმ აქციაზე, რომელიც ჰქონდათ ამერიკის საელჩოსთან, თუმცა მოდით პირდაპირ საუბარი ამ თემაზე გავაგრძელებთ რეკლამის შემდეგ, გადაცემაში რეკლამის დროა.
ვაგრძელებთ პირდაპირ საუბარს ეროსი კიწმაშვილთან. ბატონო, თქვენ ამბობთ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის ნებას გამოხატავთ, როდესაც საუბრობთ ამერიკის პოლიტიკაზე. მაინტერესებს, თუ გამოჩნდა საზოგადოების ეს მუხტი, ეს განწყობა ამერიკის საელჩოსთან. მე არ ვიცი, კადრები გაქვთ და ჩვენ არც დაგვისახავს მისდათ, ეხლა მრავალათასიანი მიტინგის მოწყობამი BBC-ის კორესპონდენტსაც უთხარი, ხა მე ნახე სპეკულაციებს სხვა, ეს ვთქვათ, რეჟიმის კონტროლება თანხებზე, რომ ხალხი ვერ შეგროვდა. მოდი შევთანხმდით ერთ რამეზე რა. ჩვენ რა მიზანიც ქონდა დასახული, ეს მიღწეული იქნა. დაახლოებით 100 კამერა იყო იქ მოსული, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის საზოგადოების ინტერესები ქართულმა პარტიამ. ამიტომ იყო ესეთი მაღალი ინტერესი. რატო არ მოვიდა მეტი ხალხი თავის ჩვენ არც დაგვისახავთ მასშტაბური პროცესი. ჩვენ ზუსტად ნახეთ იქ თეატრალიზებული და სტილიზებული იყო ეს ყველაფერი. ეს ერთი და რაც ჩემი აზრით სრულიად საკმარისი იყო, ჩვენ რაც ვთქვით, ის ამოცანა შესრულებული იქნა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ესე კიდევ ერთხელ ხას უსვამ ამერიკელების, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თუ იგივე ცნობილი გამოჩენილი, ასე ვთქვათ, მეცნიერის ლინკოლ მიჩელის, რომელიც საქართველოს კარგად იცნობს, პოზიცია იყო სრულიად ადეკვატური. თუმცა ეს არ ეხებოდა ამჟამინდელ ადმინისტრაციას, ლინკოლ მიჩელის მოსაზრებებზე ვსაუბრობ. ის ყოფილი ადმინისტრაციაზე დემოკრატების წარმომადგენელი ბუნებრივია ის უფრო ლოიალურია ამ მიმართულებით, მაგრამ ის რაც თემაზე ჩვენ დავსვით საკითხი და რა პრობლემა ჩვენ დავაყენეთ, ეს პრობლემა მათაც ძალიან კარგად დაინახეს და რაც მთავარია, გამოხატვის თავისუფლება ზუსტად ეს არის, რასაც ჩვენ ამ ქვეყანაში ავაშენებთ, თუმცა ამ რეჟიმში დრო აღარ გვაქვს, ბევრი მოდით სახალხო კრებაზე მიპასუხეთ. მაინტერესებს, ანუ რა მიზნით აპირებთ სახალხო კრების აქციებში მონაწილეობას, თუ აპირებთ, რა თქმა უნდა, ანუ და თქვენი აქტიურობა, თქვენი შეთავაზება სახალხო კრების მიმართ რითი იყო გამოწვეული იმით, რომ მიგაჩნიათ, რომ ისინი თქვენს გარეშე ვერ შეძლებენ პროცესის ბოლომდე მიყვანას, როგორც ეს ოქროაშვილმა განაცხადა. დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი თემა შევეხეთ, ამიტომ მინდა ცოტა უფრო დინჯად, ზუსტად გამოვხატო ჩემი სათქმელი, რომ ზედმეტი, ეს ვთქვათ, ინტერპრეტაციის საშუალება არ მივცეთ იმ ადამიანებს, ვისაც ვთქვათ ამის სურვილი ექნებათ. ყველაზე მნიშვნელოვანი რა დღეს ხალხს აინტერესებს. დღეს არის მოლოდინი 21 მაისის და დღეს არის მოლოდინი ზოგადად საბოლოო ჯამში გამოცდა რეალურად საქართველოში ცვლილებების განხორციელება. აქ აღარ ალაპარაკი რევოლუციური თუ ევოლუციური ცვლილებების განხორციელება. რეალურად საქართველოში მხოლოდ ორი გამოკვეთილი დიდი პოლიტიკური ძალაა, ვისაც მართლა უნდა სააკაშვილის შეცვლა. და ამერიკის საელჩო ეს იყო ძალიან კაფეო ლუსტრაცია და კიდევ მრავალი ესეთი ფაქტი იყო ძალიან კაფეო ლუსტრაცია იმისა, ვინ არის რეალურად დაინტერესებული ქვეყანაში ცვლილებების განხორციელებაში. ჩვენ ყველაზე დიდ ძალებზე როცა ალაპარაკი ხარ, რა თქმა უნდა შეიძლება არსებობდნენ ცალკეული ჯგუფები პოლიტიკური, რომლებიც გავლენას არ იქონიებენ. ეს არის სახალხო კრება, ბურჯანაძის პოლიტიკური ძალა და ქართული პარტია, ვინც რეალურად არ არის გარიგებული ამ რეჟიმთან დიდი ძალებიდან, რომლებიც საბოლოო ჯამში თავის პოზიციას ვერ აყალიბებენ. და დღესაც მიაჩნიათ, რომ რაღაცა ეფემერული მოლოდინები არის ქართული ხალხის ინტერესებში. ეს ორი ძალა. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი ეკა. ქართულმა პარტიამ მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან მოკლე პერიოდი ჰქონდა ნოემბრის ბოლოდან დღემდე, იმისაც რომ აეშენებინა ძალიან აქტიური სტრუქტურა, მობილური, მასშტაბური, სერიოზულად სტრუქტურირებული ძალა. ჩვენ ავაშენეთ ეს სტრუქტურირებული ძალა. და როცა ჩვენ დავინახეთ, რომ და ბევრჯერ საყვედურობენ ამას, რომ ჩვენ დავინახეთ, რომ სახალხო კრების წარმომადგენლებმა დაანონსეს კონკრეტული თარიღი, მიუხედავად ჩვენი პოზიციისა ამ თემის, ეს ვთქვათ, მზადყოფნასთან დაკავშირებით. ჩვენ გადავედით ჰიპერაქტიულ, ძალიან აქტიურ რეჟიმში და დავიწყეთ მთელი საქართველოს მასშტაბით შესაძლებლობების მზადყოფნის, პოლიტიკური სტრუქტურის მზადყოფნის შემოწმება და ხალხთან აქტიური კომუნიკაცია. ეს იყო ძალიან რთული, სუვოროვის გადასვლა ალპებზე დაახლოებით ესეთი სირთულის არის იმ პირობებში, როცა მანქანებს არ თმევენ, იმ პირობებში, როცა არის შანტაჟი, იმ პირობებში, როცა არის საშინელი შავი პიარი ჩვენი მიმართულებით, იმ პირობებში, როცა დაშინება, როცა დაჭერებია, როცა ეხლა კიდევ ველოდებით ხვალზე საშინელ კომპრომატებს, რომლებსაც საშინელ წყალებში ვიძახი, სინამდვილეში ეს იქნება სპეცსამსახურების მიერ შეთითხნილი ბინძური ცილისწამებები. ანუ აი ამ კამპანიის მიუხედავად ჩვენ ჩავერთვით აქტიურ პროცესში იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავხმარებოდით საზოგადოებრივ მოლოდინს, რომელიც მაისის ბოლოსთან დაკავშირებით გაჩნდა. ჩვენ თქვით, რომ წელს ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს. ამის შემდეგ აქ ამ ტელევიზიაში რამდენიმე დღის წინ მე ქართული პარტიის სახელით გავაკეთე პირდაპირი შეთავაზება აქტიური კონსულტაციების დაწყებისა 21-ის მოლოდინებიდან გამომდინარე. ჩვენ მივეხმარეთ საზოგადოების მოლოდინის შექმნას და გავაკეთეთ პირდაპირი აქტიური მინიშნება იმის თაობაზე, რომ ჩვენ მზად ვართ. მიუხედავად იმისა, რას ლაპარაკობდა მანამდე წარსულში რომელიმე პოლიტიკური ძალა, ან რა წინააღმდეგობა არსებობს ჩვენში რაღაც თემებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ერთი გზა და ერთი მიზანი. ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს და წარმატებული ქვეყანა აშენდეს. რამდენიმე დღეა, ეს ხდება უკვე მესამე დღეა, 3 დღის განმავლობაში ჩვენ ვერ მივიღეთ ის თქვა პასუხი, დადებითი პასუხი იმასთან დაკავშირებით. თქვენ აქციაზე შეიძლება მიხვიდეთ, მაგრამ არ ჩაქთავენ ორგანიზაციას. აქედან გამომდინარე, ქართულმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ
დიახ. დღეს 21 მაისთან დაკავშირებით მთლიანად უთმობთ ნებისმიერი ფორმატის ინიციატივას, სახალხო კრებას, ანუ ვაძლევთ მათ საშუალებას მთლიანად გაუკეთონ რეალიზაცია მათ ჩანაფიქრებს, მათ მიზნებს, მათ ამოცანებს, რომლებიც ისინი აქტიურად საუბრობენ და არ გავაჩენთ არანაირ ყალბ, ესე ვთქვათ, დეზორიენტაციის საკითხს საზოგადოების არც ერთ ფენაში. საზოგადოებას რომელსაც უნდა ცვლილებები, ჩვენ არ გაუჩენთ დამატებით რაიმე სტრესი. ჩვენ ვამბობთ დღეს პირდაპირ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩვენ ვამბობთ. ჩვენ თავარი პოზიცია ამ მიმართულებით ჩამოვაყალიბეთ. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას სახალხო კრებას განახორციელოს ის ჩანაფიქრი, რაც მას აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი იქნება წარმატებული, ჩვენ ვიქნებით ხალხთან ერთად ძალიან ბედნიერი იმ აღნიშვნაში, რასაც ქვია რეჟიმის დამთავრება. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება განახორციელებს რაიმე ტიპის მოქმედებას ხალხის წინააღმდეგ, ჩვენ ვიქნებით ხალხის გვერდზე. აი ეს არის ჩემი, ესე ვთქვათ, უფლებამოსილების ფარგლები, რაც შემიძლია მე დღეს თქვა. ეს არის ჩვენი ძალიან მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია 21-თან დაკავშირებით. ყველა სხვა დანარჩენ თემაზე მზადყოფნა გვაქვს, იმისათვის რომ გესაუბროთ, მოგვიანებით, უახლოეს მომავალში ჩვენ გეგმებს გეტყვით. რაც მთავარია, ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით დღეს მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული ჩვენი პარტიული სტრუქტურების და აქტივისტების. ყველა მათგანი იქნება სრულ მზადყოფნაში იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში გაუკეთოს ხალხს ის, რის გაკეთებაზე ჩვენ საერთოდ საუბრობთ. დრო პრაქტიკულად აღარ გვაქვს და კიდევ ერთი ბოლო შეკითხვა კოკა გუნცაძესთან დაკავშირებით მინდა ვკითხოთ ის ალიამ ჟურნალისტი შეხვდა მას ერთ-ერთ რესტორანში, კოკა გუნცაძემ არც უარყო და არც დაადასტურა პარტიიდან წასვლის ამბავი და თქვა რომ მოვადრო, როდესაც ის ამაზე კომენტარს გააკეთებს. მაინტერესებს, მოდით გულწრფელად მითხარით, ეს ადამიანი არის პარტიაში თუ არა, არც ადარჩანს ის, ანუ აღარანაირი აქტივობა მისი აღარ არის. მე მგონი, ეხა რაც ვთქვი, ბევრად მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, რომ ეროსი კიძმარიშვილის, კოკა გუნცაძის თუ ნებისმიერი ჩვენთაგანის, არა, ბევრად მნიშვნელოვანია თითოეული ერთადერთი ცალკე აღებული ჩვენთაგანის თემა. ხალხს დღეს აინტერესებს ის, რაზეც მე გესაუბრებ. ჩემი აზრით და თუ არა და ამასაც დავინახავთ ჩვენ ამ ხალხის აქტივობიდან გამომდინარე. შესაბამისად, ყველა თემა დაკავშირებული ასეთი ტიპის ინსინუაციებთან, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა, გადავდოთ იმ დროისთვის, როცა ჩვენ შვიდად რეჟიმის გაშვების შემდეგ ქართველ ხალხს შევთავაზებთ იმას, რასაც პირდებით თავისუფალ არჩევნებს. არჩევნებს, სადაც მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა აი ამ საეთერო დროს არ უნდა ვკარგავდეთ იმაზე, ეროსი კიძმარიშვილი სად არის ამ წუთში, კოკა გუნცაძე სად არის ამ წუთში, ან ნებისმიერი ჩვენთაგანი რას ფიქრობს. ქართველ ხალხს რაც აინტერესებს, ამ თემაზე ვარ ჩვენ დღეს ორიენტირებული და გპირდებით, რომ ქართველი ხალხი გამარჯვებული გამოვა ამ რეჟიმისაგან, განთავისუფლდება და იქნება თავისუფალი არჩევნები, რომელშიც მე ყველა თქვენთაგანს გექნებათ არჩევანის საშუალება თქვენთვის სიმპათიურ ან მისაღები იდეების მხარდაჭერის თვალსაზრისით. კარგი, დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ. ეროსი კიძმარიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ნუგზარ ციკლაურთან ერთად დავბრუნდებით. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ნუგზარ ციკლაურია ჩვენი სტუმარი, ბატონო ნუგზარ, მოგესალმებით. საღამოშიდებს. ხვალ პარლამენტის უკაცრავად პლენარული სხდომა ჩერქეზთა გენოციდის საკითხს განიხილავს, უკვე იყო კომიტეტებში რამდენადაც ცნობილია განხილვა და რეზოლუციას კომიტეტებმა დაუჭირეს მხარი. ანუ ნიშნავს თუ არა რომ ხვალ პარლამენტი აღიარებს ჩერქეზთა გენოციდს, იმიტომ რომ ასეთი ინფორმაცია უკვე რამდენიმე დღე რაც გავრცელდა. დღეს 4 საპარლამენტო კომიტეტი განიხილავდა ამ საკითხს. ესენი იყვნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, დიასპორისა და კავკასიის, განათლებისა და კულტურის, ასევე ადამიანის უფლებათა. შესაბამისად, რამდენიმე ძირითადი მიმართულებით განიხილებოდა ეს საკითხი და კონტექსტი იყო როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური, საგანმანათლებლო და ჰუმანიტარული. ამოთხმა კომიტეტმა, კომიტეტის წევრებმა საბოლოოდ ხარი დაუჭირეს იმ რეზოლუციას, რომელიც წარადგინა ჩვენმა კომიტეტმა, იმიტომ რომ ძირითადი პროფილური კომიტეტი სწორედ ჩვენი კომიტეტი არის და მე უკვე მომეცა შესაძლებლობა, რომ ხვალინდელ პარლამენტის სხდომაზე ეს საკითხი დავაყენო და ვთხოვო პარლამენტის წევრებს, რომ მოხდეს ის დღის წესრიგში. იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდება ჩემი ეს თხოვნა და განიხილება საკითხი, იქ იქნება შესაბამისი მსჯელობა. ყველას აინტერესებს, როგორ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხს პარლამენტში ყავს ძალიან სერიოზული პოლიტიკური ლობი და დღევანდელმა დღემაც ჩვენ დაგვანახა, რომ თვით ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებშიც კი მნიშვნელოვანი ასთა სხვადასხვაობა არ არის ამ საკითხთან. ანუ ფიქრობთ, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი დაუჭერს მხარს გენოციდის საკითხს?
დიახ, პრინციპული წინააღმდეგობა არავის არ გამოუთქვამს დღევანდელ სხდომაზე, მიუხედავად იმისა, რომ ბრძანდებოდნენ როგორც ქრისტიან დემოკრატები, ასევე სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები. იყო საუბარი იმაზე, რომ იქნებ მიზანშეწონილი ყოფილიყო, რომ კიდევ უფრო საჯარო ყოფილიყო ამ საკითხის განხილვა, თუმცა ჩვენ მიუგეთ მათ, რომ წელიწად ნახევარზე მეტი საკითხი განიხილება საქართველოს პარლამენტში, განიხილავდნენ მას მეცნიერები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, იყო ჩატარდა რამდენიმე კონფერენცია თბილისში, თვითონ კომიტეტშიც მინიმუმ ალბათ 10-ან 15 საგანგებო შეხვედრა იყო ამ თემასთან დაკავშირებული და ასე რომ ვფიქრობ, რომ ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ თავის პოზიცია გამოეხატა, რაიმე სახის კორექტივები შეეტანა ამ გადაწყვეტილების კონსტრუირებაში, მას ჰქონდა ამის შესაძლებლობა და მე 21 მაისი არის ჩერქეზთა ისტორიული თარიღი. ამას სპეციალურად დაამტყუეთ განხილვა, ანუ ხვალოჩია განხილვა. Ну, რაღაცა სიმბოლიზმის ნაწილი შესაძლოა ამ გადაწყვეტილებაში იყოს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ როცა ჩვენ დავიწყეთ განხილვა ამ საკითხის, ჯერ კიდევ არ იყო შარშანდელი 21 მაისი დამდგარი 3-4 თვე აშორებდა ამ თარიღს, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს განხილვა უნდა ყოფილიყო ძალიან დეტალური. საქმე ეხება დაახლოებით 150 წლის წინ მიმდინარე მოვლენებს და ცხადია ჩვენ არ გქონდა კვალიფიკაცია და არც კომპეტენცია იმისათვის, რომ ეს საკითხი ხელაღებით და სწრაფად გადაგვეწყვეტა. ამით იყო განპირობებული, რომ ჩვენს აკადემიურ წრეებს ვთხოვეთ მხარდაჭერა ამ საკითხში და რაც ხაზგასმით უთხარით მათ, გახლდათ ის რომ ეს ყოფილიყო არა მხოლოდ ქართველი მეცნიერების დასკვნა, არამედ კონსოლიდირებული დასკვნა, როგორც დასავლელი ექსპერტების, ისტორიკოსების, ასევე თვითონ რუსების. როდესაც გუშინ წარმოადგინეს გუშინ უკაცრავად 10 დღის წინ წარმოადგინეს საბოლოო უკვე დასკვნა, თუმცა მანამდე შუალედური მოსმენები იყო კომიტეტში. იქ ცხადი გახდა, რომ აქ არიან ამერიკელი ექსპერტებიც, ამერიკელი ისტორიკოსების პოზიციაზეც არის დაყრდნობილი ეს, აგრეთვე დასავლეთ ევროპიდან ძალიან ბევრი ცნობილი მეცნიერი, მაგრამ ძირითადი ნაწილი მაინც ძირითად ნაწილს წარმოადგენენ რუსი ისტორიკოსები, რუსი მკვლევარები და რუსი ექსპერტები, აგრეთვე საკუთრივ ჩერქეზი მკვლევარები. და რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეს დასკვნაში წარმოდგენილი არის ის ფაქტოლოგიური მასალა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს, კერძოდ სანქტ-პეტერბურგის არქივში, თბილისის არქივში დაცული მასალები, იმპერატორის ორივე თვითმყოფელი იმპერატორის მიმოწერა, თავის თავარმართებლებთან, მათი პასუხები, უშუალო განკარგულებები, ასე რომ ჩემთვის ძალიან საინტერესო რა წერია რეზოლუციაში. ანუ წერია ჩერქეზთა გენოციდი თუ ჩერქეზთა ტრაგედია. რატომ აინტერესებს ამას გეტყვით შემდეგ შეკითხვაში. კეთილი, თვითმეცნიერთა დასკვნაში წერია, რომ ეს იყო ეთნიკური წმენდა და გენოციდი. იმ რეზოლუციაში, რომელიც დღეს ჩვენ წარუდგინეთ 4 კომიტეტს, ეს ფორმულირება არის უცვლელად გამეორებული. ეთნიკური წმენდა და გენოციდი. მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ აი ამ ნაბიჯის გადადგმას შეიძლება მოყოს ავტომატურად თხოვნა, მაგალითად სომხეთის მხრიდან, იმის შესახებ, რომ ოსმალეთის იმპერიაში სომხეთის გენოციდი ვაღიაროთ, ასევე სხვა გენოციდები, რომელიც მომხდარა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ანუ ხომ არ დაძაბავს ეს დანარჩენ მეზობლებთან ურთიერთობა? ძალიან ბევრი ტრაიკული ჯაჭვური რეაქცია შეიძლება ამას მოყოს აი ამას. გასაგები არის თქვენი შეკითხვა. ძალიან ბევრი ტრაიკული მოვლენა მომხდარა ისტორიაში, ძალიან ბევრი ერი ცდილობს, რომ ეს მოვლენები აღიარებული იყოს გენოციდად, თუმცა ჩვენ მექანიკურად ვერ დავაკავშირებთ, რა კიდევ ორივე შემთხვევაში სიტყვა გენოციდი იხმარება ერთ კონკრეტულ მოვლენას მეორესთან. მაგალითად, რუანდაში მომხდარ მოვლენებს ჰქონდა სრულიად სხვა ისტორიული, სამართლებრივი და პოლიტიკური წანამძღვრები, ჩერქეზეთში მიმდინარე მოვლენებს ჰქონდა სრულიად სხვა, სომხეთს სრულიად განსხვავებული. ამიტომ ყველა ეს საკითხი ცალკე განხილვას იმსახურებს, იმიტომ რომ საკითხი გახლავთ ძალიან სენსიტიური, გრძნობიარე როგორც იმ ხალისადმი, ვინც თავს გენოციდის მსხვერპლად მიიჩნევს, ასევე იმ ქვეყნისათვის, ვინც არის ბრალდებული ამ გენოციდში. ამით იყო განპირობებული ეს წელიწადნახევრიანი განხილვა საქართველოს პარლამენტში ამ საკითხის, ასე რომ ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაზე და ასეთ მომართვაზე პასუხის გასაცემად, ნუ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ მასშტაბური სამეცნიერო კვლევები ჩავატაროთ. ერთი არის ანუ ის ისტორიული ნიუანსები, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ და მეორეა პოლიტიკური რეალიები, რომელიც არსებობს. ანუ
ის რომ პრეცედენტი იქნება ასეთი, რომ საქართველოს აღიარა ჩერქეზთა გენოციდი, ძალიან ბუნებრივად გამოიწვევს მოთხოვნას დაუშვათ იგივე თუნდაც სომხეთის მხრიდან. ასე არ არის? რა, მაგალითად თვით სომხეთის გენოციდი აღიარა რამდენიმე ქვეყანა. ისტორიული დეტალების შესახებ არ ნიშნავს იმას, რომ არ იქნება შემდეგ განაწყენება მეზობლების მხრიდან. თვით სომხეთის გენოციდი აღიარა რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის იცით რომ არიან ევროპული ქვეყნებიც. ახლა ამას არ გამოუწევია გენოციდის აღიარების მომხრეთა სხვა ქვეყნებიდან ჯარი, თქვა საფრანგეთის პარლამენტის კარზე. მე მიმაჩნია რომ სომხეთსა და თურქეთს შორის ამ ჩვენ ორ მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორს შორის დღეს არის ძალიან პოზიტიური ინტერაქცია. ის დრო, როდესაც თქვა 5 წლის ან განსაკუთრებით კიდევ უფრო ძველი, თქვა 10 წლის წინანდელი დრო, როდესაც ეს დაპირისპირება იყო ზედაპირზე, შეიცვალა იმით, რომ ხვდებიან პრეზიდენტებიც ერთმანეთს, ხვდებიან სხვადასხვა მინისტრები ერთმანეთს, ფეხბურთის მატჩებს ესწრებიან, აქტივიზირებული არის ეკონომიკური კავშირები, ტურისტთა ნაკადი ორივე ქვეყანაში არის ძალიან საგრძნობლად გაზრდილი და მათ სხვადასხვა მიმართულებებით აქვთ ერთმანეთთან კავშირები და ურთიერთობა. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ჩარევა ოკუპანტი ქვეყანა დღეს საქართველოსთვის და იყოს მეგობარი. ამ შემთხვევაში არ დადგებოდა ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხი? მე მესმის თქვენი შეკითხვის არსი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური შემადგენელი ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკური ჯიბრის არა, მე პირდაპირ გეტყვით, რომ მე მოსურნე ვიყავი საქართველოს პარლამენტში მოსulis დღიდანვე, რომ ჩრდილო კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობა ყოფილიყო უფრო მეტად აქტიური და ეს ჩემი ძველი მოსაზრებებიც გახლავთ და ძალიან მყარი მოსაზრებები. თვით ჩერქეზთა მხრიდან გენოციდის აღიარების თხოვნა საქართველოს პარლამენტსა დადგა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტში უკვე შექმნილი იყო ჩრდილო კავკასიელ ხალხებთან მეგობრობის ჯგუფი. შემდეგ იცით, რომ ჩვენს კომიტეტს დაემატა ერთი ჩემი აზრით მნიშვნელოვანი პრიორიტეტი კავკასიის ხალხებთან ურთიერთობა და უკვე მთელი სიმძიმის ცენტრი აქეთ იქნა გადმონაცვლებული. ჩვენ კავკასიასთან გსურს ჩრდილოეთ კავკასიასთანაც მე ახლა იმიტომ პედალირებას ვაკეთებ ჩრდილო კავკასიაზე რომ აზერბაიჯანსთან სომხეთთან ალბათ თუ კარგად ქართული საგარეო პოლიტიკის ძირითადი ვექტორები განსაზღვრული არის. ჩვენ გსურს ჩამოვაყალიბოთ მყარი ურთიერთობა და სტაბილური ურთიერთობა, ჰარმონიული ურთიერთობა. ეს ეფუძნება რამდენიმე ძირითად მიმართულებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონალური უსაფრთხოება, ამაზე გამოთქვამს ევროპარლამენტიც, ევროსაბჭოს ძალიან სერიოზულ შეშფოთებას. ანუ დავაზუსტოთ პირდაპირ მიპასუხოთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის მიუხედავად, მაინც დადგებოდა ეს საკითხი? აი ეს მაინტერესებს. მე ვიქნებოდი მხარდამჭერი ამ საკითხის. მე პირადად ვიქნებოდი მხარდამჭერი ამ საკითხის. სხვისი მოსაზრება არ შემიძლია გითხრათ, რამდენად ისინი მოტივირებული იქნებოდნენ. შესაძლოა იმ მოვლენებმა, რომელიც მოხდა 2008 წელს, გადაწყვეტილება ამის შესახებ მოტივირება იმას, რომ აფხაზეთი და ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რა თქმა უნდა, პირდაპირ ეს ამას არ უკავშირდება. შესაძლოა მოტივაცია არის ყველა ჩვენგანის ამაღლებული, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რა დამოკიდებულება არის რუსეთის მხრიდან, მაგრამ თვით ეს ამ საკითხის გადაწყვეტა უკავშირდება ჩვენ ხალხებს შორის ურთიერთობის სრულიად ახლებურ კონსტრუირებას. მე უკაცრავად წეღარო გეუბნებოდით იმ თავარ მიმართულებებზე, გითხარით რეგიონალური უსაფრთხოება და ის საფრთხეები, რომელიც შესაძლოა გადმოდინებული იქნეს ჩრდილოეთ კავკასიიდან, მათ შორის ისლამური ფუნდამენტალიზმის თვალსაზრისით, ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებები მთლიანად რეგიონში და აგრეთვე ის ისტორიული გამოცდილება, რაც ხალხთა შორის ურთიერთობისა და კულტურული და სამეცნიერო კონტაქტების სახით იყო. ჩვენ არ გსურს რომ დავტოვოთ თითქმის 7 მილიონი ადამიანი უშუალოდ ჩვენს მოსაზღვრეთ, მხოლოდ და მხოლოდ მტრული პროპაგანდის ამარა, ჩვენ გვინდა რომ ეს ამ ხალხებს კონდეთ განცდა საქართველოსთან სიახლოვის. თუ გახსოვთ, არ ვიცი, შეიძლება აქაც ვისაუბრეთ, იმიტომ რომ წინა მოსვლაზე ჩვენ კავკასიის საკითხზე მსჯელობდით, თუ გახსოვთ, იყო საუბარი, რომ რა საფრთხეებს შეიცავს ლარსის კარის გახსნა და ის პრეფერენციები, რომელიც მიეცემათ ჩრდილო კავკასიაში ცხოვრებებს. მე საგანგებოდ დავინტერესდი და პრაქტიკულად არ არსებობს არც ერთი ადამიანი, არადა იყო დრო, როცა 800 ადამიანზე მეტი გადადიოდა და გადმოდიოდა საზღვარზე, რომელთაც რამე სამართალდარღვევა ჩაედინათ საქართველოში და პირიქით, როგორც აი ნამდვილი იდეოლოგები საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისე გამოჩნდა ბევრი ადამიანი, ვინც უკან დაბრუნდა, მათ დაწერეს წერილები საქართველოზე, როგორც ქსენოფობიისაგან თავისუფალ დემოკრატიულ ქვეყანას. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არაშიძე ვარაუდობს, რომ თუ საქართველოს ამ ნაბიჯს გადადგამს, გულისხმობ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას, ამით საბოლოოდ ჩაკეტავს რუსეთთან დიალოგის კარს, რომლისკენაც მიხეილ სააკაშვილი რუსეთს არაერთხელ მოუწოდებს. თქვენ როგორ ფიქრობთ?
გაუარესებს ეს ძალიან ვაფასებ ყველა ექსპერტის მოსაზრებას, აქაც არის ძალიან განსხვავებული მოსაზრებები და რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებებით. მე მიმაჩნია, რომ ერთი კერძო საკითხი ვერ გახდება ვერც დიალოგის ჩაკეტვის და ვერც დიალოგის გახსნის მოტივი. მე ჯერა რომ და ეს ყველასათვის თვალხილულია, რომ რუსეთი ესწრაფვის ახლა საქართველოში როგორც სამხედრო, ისევე პოლიტიკურ და კულტურულ დომინაციასაც რუსეთისათვის მიუღებელია ზოგადად საქართველოს სუვერენიტეტი და საქართველოს ჩამოყალიბება ისეთ სახელმწიფოდ, რომელსაც დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა აქვს. ცალკე აღებული, იზოლირებული ჩერქესთა გენოციდის საკითხი ან ნებისმიერი სხვა საკითხი არ მგონია, რომ სტიმულატორი გახდეს ესეთ ჩაკეტილობის. თქვენ ამბობთ, რომ რუსეთს ასეთი მიზნები აქვს. მით უმეტეს, რომ დღეს საკმაოდ რთული ვითარებაა ბატონო ნუგზარ სასაცილო რეგიონებში ამას გუშინდელი ინციდენტიც მოწმობს საჩხერეში რაც მოხდა. აი ამ ფონზე რა საპასუხო ნაბიჯი შეიძლება გადადგას თქვენი აზრით რუსეთმა თუ მოხდება აღიარება ჩერქესთა გენოციდის? ჩერქესთა გენოციდის საკითხი საერთოდ არ განიხილებოდა არც რომელიმე სხვა საკითხი, რომელზეც ჩვენი ოპონენტები მიგვითხითებენ, რომ ეს შეიძლება რაღაცნაირად აღიზიანებდეს რუსეთს. მიუხედავად ამისა, საქართველოში განხორციელდა ერთხელ აფხაზეთის ოკუპაცია 93 წელს, შემდეგ უკვე სამაჩაბლოს ოკუპაცია. საქართველოს ყავდა პოლიტიკური ლიდერი ედუარდ შევარდნაძის სახით, რომლის ფრთიანი გამონათქვამი იყო, რომ მზე ჩრდილოეთიდან ამოდის და მას ჰქონდა უკიდურესად კეთილგანწყობილი ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ ამან ვერ დაიფარა საქართველო იმ შემოჭრისაგან, რომელიც რუსეთმა განახორციელა. ამიტომ მე ფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, ყველა დეტალი შესაძლოა გასათვალისწინებელია, როდესაც ასეთ მეტოქესთან და პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან გაქვს საქმე, მაგრამ ჩვენ უნდა გავიგოთ არსი გახლავთ ის, რომ მათ არ სურთ საქართველოში თავისუფალი ქვეყნის ჩამოყალიბება. ეს არის მთავარი წინააღმდეგობა ჩვენსა და რუსეთს შორის. რაც შეეხება თვითონ გენოციდს 150 წლის წინ ძალიან ბევრი ცივილიზებული ქვეყანა, ევროპული ქვეყნები, რომლებიც დღეს არიან ყველასათვის მისაბაძები, ფლობდნენ კოლონიებს მაგალითად. და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ფაქტი ჩაგვრის, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე, რასობრივ ნიადაგზე არსებობდა და არსებობს. ამ ქვეყნებმა აღიარეს და გამოაქვეყნეს ახალი მიმართება თავისი ამ პრობლემებთან დაკავშირებით. იმიტომაც არიან ეს ქვეყნები ცივილიზებული ქვეყნები. არავინ არ კილავს დღეს თქვა ამერიკის შეერთებულ შტატებს ზანგებთან მიდგომის გამო 100 წლის წინ ან კიდევ უფრო მეტი ხნის წინ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის სოფლახქმის საკითხი. პრეზიდენტი არის ასეთი დღეს ამერიკაში და ეს უკვე ყველაფერს პასუხობს. ამიტომ ეს არის სოფლახქმის მენტალობის საკითხი. მე მიმაჩნია, რომ ცივილიზებული ქვეყანა უნდა იყოს შეპყრობილი არა რაღაც ფეოდალური ნოსტალგიით და ანაქრონისტული ინსტრუმენტებით ცდილობდეს ოპერირებას. არამედ თვითონაც უნდა გახსნილი იყოს მით უმეტეს თავისი ხალხების. საჩხერის ინციდენტს მინდა კიდევ ერთხელ შევხოთ. ხომ არ ნიშნავს ის, რაც მოხდა საჩხერეში, იმას, რომ საქართველოს მთავრობა ხელისუფლება ვერ ახერხებს სასაზღვრო რეგიონებში თავისი მოქალაქეების დაცვას. ან როგორ უნდა დაიცვათ, როგორ უნდა გააკეთოთ პრევენცია ესეთი ინციდენტების? ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ომის დასრულების შემდეგ ჩვენ მოგვიკლეს რამდენიმე პოლიციელი იქ რეგიონში, ეს იყო ძალიან მძიმე მსხვერპლი. შემდეგ ის რომ გატაცების ფაქტებს ჰქონდა მრავალგზის ადგილი. უპირველეს ყოვლისა ეს უკავშირდება იმას, რომ მინიმიზებული არის საერთაშორისო მონიტორინგის მისიები ამ რეგიონში. გაეროს მისიაც საქართველოში, ისევე როგორც EUTOS მისია, რომელიც ეფექტური იყო თავის დროზე, დღეს პრაქტიკულად არის გამოძევებული კონფლიქტის ზონიდან. ხო, ევროკავშირის მანდატი ვერ ვრცელდება იმდენად, რომ მან უზრუნველყოს დაცულობა და სტაბილურობა ამ ტერიტორიაზე. მიმაჩნია, რომ ეს არის გაცილებით უფრო ფართო პრობლემა. ეს პირდაპირ ეხება აგვისტოს ხელშეკრულებას, პირდაპირ ეხება საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკის ვალდებულებებს და დასამალი არ არის, რომ გარდა იმ აქტივობებისა, რომელსაც თავად ხელისუფლება მიმართავს ჩვენი რეგიონის მოსახლეობის დასაცავად, უმნიშვნელოვანესი კომპონენტი აგრეთვე არის საერთაშორისო ჩართულობა. ამას ყოველთვის ღიად ვამბობ. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა გახდეს უფრო პრინციპული და კიდევ უფრო დაბეჯითებით, აი თქვენს მიერ დასახელებულ
მიღებულ ფაქტის საფუძველზეც მათ შორის უნდა მოითხოვოს მეტი ჩართულობა. არის ასეთი ანდაზა, ქურდს რა უნდა და ბნელი ღამე. საქართველოს არ უნდა ღამე, საქართველოს უნდა ტრანსპარენტულობა და გამჭვირვალობა. ხოლო ვისაც სურს რომ იყოს ნაკლები მონიტორინგი, ნაკლები დაკვირვება და ობსერვერების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდებოდეს, სწორედ ის არის მიმართული იქითაკენ რომ კონფლიქტის ესკალაცია. ძალიან ცოტა დრო რჩება და მინდა 2-20 სიტყვით შიდა პროცესებსაც შევეხოთ, კერძოდ პირველ რიგში საარჩევნო მოლაპარაკებებს. მე მაინტერესებს უბრალოდ ოპოზიცია ელოდება ხელისუფლებისგან წერილობით პასუხებს თავიანთ შეთავაზებებზე, მე მაინტერესებს რას აპირებს ხელისუფლება. ანუ იქნება თუ არა წერილობრივი სამწუხაროდ ეს პროცესი შეწყვეტილი იქნა, მე არ მინდა ხო ვინეს ბრალი დავდო, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს ვისი გამოუცხადებლობის გამო, შემდეგ ეს ეპისტოლარული ჟანრი გახდა ამ ურთიერთობებში, მე მიმაჩნია რომ ეს არ არის თლად ნორმალური მოვლენა და ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ რომ რაც შეიძლება სწრაფად ეს ფორმატი ან ნებისმიერი სხვა ფორმატი, გნებავთ ინდივიდუალური ან სხვა განახლდეს და დაიწყოს მოლაპარაკებები კონკრეტულ საკითხებზე. ანუ ხელისუფლება კიდევ ფიქრობს მოლაპარაკების მაგიდასთან დაждდომაზე? ცხადი არის ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გამოცდილება ადგილობრივ არჩევნებამდე, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის ჩვენმა კონსენსუსის გზით მიაღწიეს, კომპრომისების გზით მიაღწიეს შეთანხმებას და შემდეგ ამან კეთილის ყოფილი გავლენა იქონია იმ არჩევნებზე. მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს მართლა დადებითად კრიტიკული, თუ ასეთი გამოთქმაც არსებობს, მასა იმ პოლიტიკური ძალებისა, რომლებიც შეთანხმდება თამაშის წესებზე, შეთანხმდება მინიმუმ 1 წლით ადრე მაინც, რათა განსაზღვროს თავისი სტრატეგია ამ მიმართულებით და არჩევნებისათვის ჩვენ მივალთ ისე, რომ შემცირებული იყოს უკიდურესად შემცირებული ეჭვების შედეგებთან დაკავშირებით. მე ვარ მოსული ამ დიალოგის. ასეთი ეჭვები არსებობს დღეს. ცხადი არსებობს ის გამოითქმება სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან, თუმცა ბოლო ადგილობრივი არჩევნები აღინიშნა იმით, რომ დამარცხებულმა პოლიტიკურმა ძალებმა მიულოცეს გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას, რაც ირიბადას და პირდაპირაც იყო დადასტურება, რომ ეს იყო ყველაზე უფრო დემოკრატიული არჩევნები. კიდევ ერთი, ანუ ზეგიდან სახალხო გამოსვლების და აქციების დაწყებაა დაგეგმილი, თქვენ გამოცხადებული რევოლუციები, გამოცხადებული პოლიტიკური სიკვდილის ქრონიკას დაემსგავსებაო, ასეთი რამ განაცხადეთ, რას გულისხმობდით, მაინტერესებს. ძველი გამომცემელი ვარ და მაინც მარკა ისკენ გამიწია გულმა ეს ხუმრობით, მაგრამ მიმაჩნია რომ რევოლუციური ცვლილებების გზა არ არის მისაღები ჩვენი ქვეყნისათვის განვითარების აი ამ ეტაპზე და მგონია რომ ცივილიზებული ფორმა, არჩევნების ფორმა და არჩევნებამდე მისვლის ჩვენ წინასე შეკითხვას გამოვეხმაურები, ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ასევე მგონია რომ რევოლუციისათვის არ არსებობს არავითარი საფუძველი. მე ვერ ხედავ სოციალურ ფენებს ჩვენ საზოგადოებაში, ვინც ასე იყვნენ განწყობილი, ერთადერთი და ყველაზე აქტიური გახლავთ კომუნისტური და პოსტსაბჭოთა ელიტა, რომელიც ცდილობს ექსკლუზიური სტატუსის აღდგენას ჩვენ ქვეყანაში. ამ ექსკლუზიურ სტატუსს და გავლენებს ვინც არიან რევოლუციონერები, ვინც არიან რევოლუციონერები, ისინი ცდილობენ აღდგენას. ეს არ არის დანაშაული და თუკი მიმართავ ხალხს და ხალხი მოგცემს ლეგიტიმაციას, რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად ნორმალური და ყველა პოლიტიკოსი ამას ესწრაფის, მაგრამ როდესაც შენი რეიტინგი 1%-ია და 9% და ეს თქვენმა წინასწარმოებმა ძალიან კარგად იცის და ქალბატონო ბურჯანაძემაც, მაშინ არაფერი არ რჩება გარდა იმისა, რომ რუსეთის კარზე იარო და რევოლუციური მაგრამ კიდევ ერთი ძალიან მოკლედ დრო პრაქტიკულად აღარ გვაქვს, ძალიან მაინტერესებს თუ აქვს დაგეგმილი ხელისუფლებას რა ზომების მიღებას აპირებს, იმიტომ რომ ის ვინც აპირებს აქციების მოწყობას ქუჩაში დღეს ნინო ბურჯანაძემ პირადად განაცხადა ჩვენთან ეთერში, რომ გეგმავენ პიკეტირებას შენობების და არა მხოლოდ პიკეტირებას, ანუ თქვენ რა გეგმა გაქვთ? რა საწინააღმდეგო ზომებს უნდა მიმართოთ? ჩვენ ჯერ ერთ საწინააღმდეგო ზომებზე სანამ გადავიდოდეთ, ჩვენ უნდა მიმართოთ ყველა ზომას იმისათვის, რომ უფლება ჩვენი მოქალაქეების გამართონ მიტინგები, მანიფესტაციები და ამ ფორმით გამოხატონ თავისი პოლიტიკური მოსაზრებები იყოს გარანტირებული და დაცული. ეს არის ერთი მხარე ამ საკითხის და ძალიან მკაფიო მხარდამჭერი გახლავართ ამის. არის მეორე მხარე, რომელიც ეხება კანონ დარღვევებს და ხელის შეშლას, თქვათ რაიმე სახელმწიფო გადაწყვეტილებებისათვის ბლოკირებას უკანონს და ეს შემდეგ. ქალბატონი ბურჯანაძე გახლავთ ის პოლიტიკოსი, რომელიც პაკლონაე გარაზე რუსეთის
რუსეთის ჯარებს ესალმებოდა, მაგრამ ამავე პოლიტიკოს სურს, რომ ხელი შეუშალოს ქართველი ჯარის აღლუმს უკვე თბილისში. მე მგონია, რომ რაობა ამ პოლიტიკოს ახლა აქედანაც ძალიან კარგად მტკიცდება. მე მოუწოდებდი ყველა ადამიანს, ვინც გამოვა და ეს არის მათი სრულად ლეგიტიმური უფლება, რომ მათ გამოხატონ თავისი მოსაზრებები, ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პულსაცია საზოგადოების ამ გზითაც ვლინდება და ჩვენთვისაც ეს კარგი არის. მეორე მხარე არის, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა დაუპირისპირდეთ ერთმანეთს ინფორმებით, რომ გავაჩინოთ წინაპირობები კრიმინალური ანარქიისა და ქაოსისათვის. ამ თვალსაზრისით მე ასევე ძალიან მტკიცე ვიქნები, როდესაც გადაწყვეტილება მისცა. თქვენ ძალიან დიდი მადლობა. ნუგზარ ციკლაური იყო ჩვენი სტუმარი. დღეს ამით გემშვიდობებით, ხვალაც საათზე ისევ შევხვდებით. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.